საუდის არაბეთმა ტრამპს უარი უთხრა და ახლო აღმოსავლეთში კრიზისმა კიდევ უფრო მძიმე ეჭვი გააჩინა. შეიძლება ჩინეთი კულისებში ჩაერთო, რომ რიადი ვაშინგტონის წინააღმდეგ დაეყენებინა. დღეს 2026 წლის 7 მაისს. თავისუფლების პროექტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში გემების გასაცილებლად შექმნა, ჩიხში შევიდა. მას შემდეგ, რაც საუდის სამეფომ როგორც ჩანს უარი თქვა პრინცი სულთნის ავიაბაზის და საუდის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ოპერაციის მხარდასაჭერად, შემთხვევითობა ძალიან ძლიერია, რომ შეუმჩნეველი დარჩეს. რამდენიმე დღით ადრე სი ძინპინმა ისაუბრა მოჰამედ ბინ სალმანთან და ჰორმუზის გახსნა ითხოვა. გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი პეკინში იმყოფებოდა. მოვლენების თანმიმდევრობა ჩინეთს ცვლილებების ცენტრში აყენებს და ვაშინგტონს შესაძლო დიპლომატიური ღალატის წინაშე ტოვებს. კრიზისის ყველაზე მძიმე მომენტი. ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ, არხზე გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი, ამერიკულ ოპერაციას პირდაპირი მიზანი ჰქონდა. გაეხსნა მარშრუტი, საიდანაც გადის მსოფლიო ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი და შეემცილებინა ირანის ზეწოლა სატვირთო გემებზე, ნავთობის ტანკერებსა და საზღვაო სადაზღვეო კომპანიებზე. დონალდ ტრამპს სურდა ეჩვენებინა, რომ შეერთებული შტატები კვლავ აკონტროლებს სპარსეთის ურის უსაფრთხოებას, მაგრამ საუდის არაბეთის პასუხმა გეგმას მოულოდნელი დაბრკოლება შეუქმნა. NBC-ის ინფორმაციით, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო მედია ავრცელებს, ერიადი გაღიზიანდა, რადგან თავისუფლების პროექტის გამოცხადებამ სპარსეთის ყურის მოკავშირეები მოულოდნელად დააყენა ფაქტის წინაშე. არ იყო საკმარისი კოორდინაცია იმ ქვეყნებთან, რომლებიც პირველები გახდებოდნენ ირანის საპასუხო დარტყმის სამიზნე. საუდის არაბეთს არ სურდა ომი კარზე მიუკაკუნებდა. მას შემდეგ, რაც მედიიდან გაიგებდა, რომ მისი ტერიტორია შეიძლება ამერიკული ოპერაციის პლატფორმად იქცეს. სწორედ აქ ჩნდება ჩინეთი. როგორც ჩუმი, მაგრამ ძლიერი მოთამაშე. პეკინს პირდაპირი ინტერესი აქვს ჰორმუზში, რადგან ის დამოკიდებულია იმ ენერგიაზე, რომელიც ამ მარშრუტით გადის და ინარჩუნებს კავშირებს, როგორც ირანთან, ასევე საუდის არაბეთთან. როცა სი ძინპინი საუბრობს მოჰამედ ბინ სალმანთან სრუტის ღიად შენარჩუნებაზე და მალევე იღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ომის დასრულებისა და სრუტის გახსნის საკითხის განსახილველად, მესიჯი ნათელია. ჩინეთს სურს ნავთობის დიპლომატიის კონტროლი, მანამდე სანამ ტრამპი ოპერაციას გააკონტროლებს. პეკინისთვის ამერიკული საზღვაო მისიის თავისუფალი მოქმედება სპარსეთის ყურეში აძლიერებს ვაშინგტონს, ზეწოლას ახდენს ირანზე და ჩინეთს ამერიკულ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულს ხდის. საუდის სამეფო იცის, რომ ვაშინგტონი ჯერ კიდევ აუცილებელია მისი თავდაცვისთვის, მაგრამ ასევე იცის, რომ პეკინი კრიდულობს ენერგიას, ახორციელებს ინვესტიციებს, ესაუბრება თეირანს და არ ითხოვს იმავე პოლიტიკურ მორჩილებას. ყველაზე სერიოზული ის არის, რომ ეს უარი მაშინ მოხდა, როცა ტრამპს სჭირდებოდა აჩვენებინა. როიტერის ინფორმაციით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის განხილული მოლაპარაკება მოიცავს შეზღუდულ ფორმულას, ომის ფორმალური დასრულებით. ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის პრობლემის გადაწყვეტა და 30 დღიანი ფანჯრის გახსნა უფრო ფართო მოლაპარაკებებისთვის. ანუ დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენდა ზღვაზე, რათა მოლაპარაკების მაგიდაზე უპირატესობა ქონოდა. საუდის არაბეთმა კი სწორედ ის ნაწილი შეაჩერა, რომელიც მოლაპარაკებას სამხედრო ძალას მატებდა. ირანმა ეს ბზარი სწრაფად შეამჩნია. თეირანი იცის, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი არაბი მოკავშირე სპარსეთის ყურეში ამერიკულ სამხედრო წვდომას აჩერებს, ვაშინგტონის ძალის იმიჯი ზარალდება. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე საჯაროდ უარყოფდნენ პირობებს, რომლებიც მათთვის ზედმეტად მკაცრად მიაჩნდათ და ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ ისინი კუთხეში მოქცეულები არ იყვნენ. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი განიხილავდა ამერიკულ წინადადებებას ტრამპის ზეწოლის ფონზე, რომელიც იმუქრებოდა დაბომბვების გაძლიერებით, თუ თეირანის შეთანხმებას არ დათანხმდებოდა. იმუქრებოდა. შეერთებული შტატები 20 წლიან მორატორიუმს ითხოვს ურანის გამდიდრებაზე და ყველა გამდიდრებული მასალის გადაცემას. საჯარო გარანტიები, რომ ირანი არ ეცდება ბირთვული იარაღის შექმნას, ფორდოუს, ნატანზისისა და ისფაჰანის დემონტაჟი, მიწისქვეშა ბირთვულ აქტივობაზე აკრძალვა და ინსპექციები მოთხოვნისთანავე დარღვევის შემთხვევაში კი სანქციები. ტრამპისთვის ეს მკაცრი გამარჯვება იქნებოდა. საუდის არაბეთს საკმარისი მიზეზი აქვს, რომ ეჭვი შეიტანოს ნაჩქარევ ოპერაციაში. სამეფომ უკვე საკუთარ თავზე გამოსცა და ირანთან პროქსი ომის რისკი. 2019 წლის სექტემბერში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულმა თავდასხმებმა დააზიანა საუდი არამკოს ობიექტები აფქაიქსა და ყურაისში. დროებით შეამცირა საუდის ნავთობის წარმოება
დაახლოებით 5,7 მილიონი ბარელი დღეში, ასევე 700,000 ბარელი დღეში ბუნებრივი აირის სითხეების წარმოება. ამ თავდასხმამ აჩვენა, რომ ნავთობსაწმენდი ქარხნები, ნავთობსადენები და ენერგეტიკული ცენტრები შეიძლება დაზიანდეს მაშინაც კი, როცა საუდის არაბეთი ძვირადღირებულ თავდაცვას ყიდულობს და სტრატეგიულ პარტნიორობას ინარჩუნებს ვაშინგტონთან. ეს ტრავმა ხსნის ამჟამინდელ სიფრთხილეს. დონალდ ტრამპისთვის პროექტი თავისუფლება იყო გზა ბლოკადის გარღვევისა და ლიდერობის ჩვენებისთვის. საუდელებისთვის ეს იყო რისკი, რომ ირანის საპასუხო ქმედების შემთხვევაში ისინი გახდებოდნენ რაკეტების, დრონებისა და დივერსიების სამიზნე. საუდელები გახდებოდნენ რაკეტების, დრონებისა და დივერსიების სამიზნე, თუ ირანი გადაწყვეტდა საპასუხო ქმედებას. საუდელებისთვის ეს იყო რისკი, რომ გახდებოდნენ რაკეტების, დრონებისა და დივერსიების სამიზნე, თუ ირანი გადაწყვეტდა საპასუხო ქმედებას. რაკეტების, დრონებისა და დივერსიების სამიზნედ ქცევის რისკი არსებობდა საუდელებისთვის, თუ ირანი გადაწყვეტდა საპასუხო ქმედებას. საუდელებისთვის არსებობდა რაკეტების, დრონებისა და დივერსიების სამიზნედ ქცევის რისკი, თუ ირანი გადაწყვეტდა საპასუხო ქმედებას. მათ ასევე არ სურთ, რომ ჰორმუზის სრუტე იყოს ირანის მიერ დაბლოკილი, მაგრამ არც ის უნდათ, რომ ამერიკული ოპერაცია ვაშინგტონის მძევლად აქციოს პეკინი. ამასობაში ისრაელი აგრძელებს მოქმედებას ლიბანში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალის წინააღმდეგ. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ბეირუთის გარეუბნებში დარტყმა განახორციელა და განაცხადა, რომ მოკლა ჰეზბოლას ჰადუანის ძალების ერთ-ერთი მეთაური. ეს პირველი მსგავსი თავდასხმაა აპრილის ზავის შემდეგ. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ მიუხედავად აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებისა, ისრაელი არ აპირებს შეამციროს ზეწოლა თეირანთან დაკავშირებულ ჯგუფებზე. ბენიამინ ნეთანიახუსთვის ნებისმიერი რბილი შეთანხმება, რომელიც ირანის ღერძს შეინარჩუნებს, მომავალში საფრთხეს წარმოადგენს. ჰეზბოლასთვის ყოველი ლიკვიდირებული მეთაური ასუსტებს ლიბანში სამხედრო აღდგენის შესაძლებლობას. ეს ისრაელის წინსვლა ასევე ზრდის საუდის არაბეთის შიშს. როიტერსმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან მარტიდან მოყოლებული ლიბანში 2700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასევე იყო მსხვერპლი ისრაელშიც. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონი თეორიულ კრიზისთან არ აქვს საქმე. ყოველი ახალი სამხედრო გადაწყვეტილება ზეგავლენას ახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურაზე, მთავრობებზე და ბაზრებზე. საუდის არაბეთის გადაწყვეტილების გასაგებად ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი მხოლოდ არამკოს თავდასხმაში არ მდგომარეობს. ის ასევე მდგომარეობს სპარსეთის ყურის პოლიტიკის ღრმად ცვლილებაში, მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ისინი დამოკიდებულნი იყვნენ შეერთებულ შტატებზე. 10 წლეულების განმავლობაში რიადმა იზიარებდა მოსაზრებას, რომ საუდის ნავთობი და ამერიკული დაცვა ერთად მიდიოდნენ. მაგრამ ბოლოდროინდელი შოკების შემდეგ სამეფომ დაიწყო პარტნიორების დივერსიფიკაცია, დაახლოვდა ჩინეთთან, დაიწყო დიალოგი ირანთან, ეძებდა ეკონომიკურ შეთანხმებებს ტრადიციული ღერძის მიღმა და დაიწყო მოქმედება როგორც დამოუკიდებელმა ძალამ. 2019 წელს, როდესაც მათი ობიექტები დაზიანდა, ამერიკული პასუხი ვერ მოხსნა საუდის დაუცველობის განცდა. 2026 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა ირანთან ომის ფონზე სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა, მოჰამედ ბინ სალმანმა აღარ ისურვა იმ მოკავშირის როლის გამეორება, რომელიც რისკს იღებს, მაშინ როცა სხვა მთავრობა აკონტროლებს ნარატივს. არსებობს სხვა ქვეყნებში მაგალითები, რომლებიც ამ ინტერპრეტაციას ამყარებს. 2003 წელს თურქეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეა, პარლამენტში უარი თქვა ამერიკელი ჯარისკაცებისთვის თავისი ტერიტორიის გამოყენების ნებართვაზე ერაყში შეჭრის დროს. ამ გადაწყვეტილებამ ვაშინგტონის სამხედრო გეგმები შეაფერხა და აჩვენა, რომ ალიანსები არ ნიშნავს უპირობო მხარდაჭერას, როდესაც შიდა ღირებულება მაღალია. სპარსეთის ყურეში ანალოგიური ლოგიკაა. საუდის არაბეთი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, მაგრამ არ სურს თავისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ ომის ეპიცენტრად აქციოს, კოორდინაციის, დაცვისა და აშკარა უპირატესობის გარეშე. სხვაობა ახლა ისაა, რომ არსებობს ძალა, რომელიც მზადაა ამ ხოქმანის გამოსაყენებლად, ჩინეთი. პეკინი საუბრობს საუდელებთან, საუბრობს ირანელებთან და ცდილობს გაკიდოს საკუთარი თავი როგორც ახალი, ახლო აღმოსავლეთის აუცილებელი არბიტრი. საუდის ღალატის ეჭვი სწორედ ამ გადაკვეთიდან წარმოიშვა. ტრამპს რიადი სჭირდებოდა, რომ ძალა ეჩვენებინა. სი ჯინპინმა მოჰამედ ბინ სალმანთან ისაუბრა ცვლილებამდე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში მიირეს იმ დროს, როცა ამერიკული წინადადებება განხილვაში იყო.
და გადამწყვეტ მომენტში საუდის არაბეთმა უარი თქვა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩინეთის ჩუმი ზეწოლის შედეგი, რომელიც მიზნად ისახავდა შეერთებულ შტატებს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ჰორმუზი სამხედრო დომინირების არენად ექცია. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.